ეს დაახლოებით 6 საათზე მივდიოდი ოფისიდან სახლში, რა დროსაც დამხვდნენ ქართული ოცნების ტიტუშკები, ყოფილი ძროხის კურდები და მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე მათ ვეუბნები, რომ მათი დრო ძალიან მალე მორჩება და მიიღებენ საკადრის პასუხს. ყველანი. ამჟამად ეს ტიტუშკები დასაქმებულები არიან ქალაქ ზუგდიდის რაიონის საკრებულოში და ასევე ზუგდიდის გამგეობაში. თუ იცან? კერძოდ ეს ტიტუშკები არიან აბულაძე, თენგიზ, ლუკავა გიორგი, სანდრო ციმინტია და კიდევ ორი პიროვნება, მათი სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ ფიზიკურად ვიცნობ როგორც ესეთი. მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი არის აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი უფლებების დაცვაში, აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვართ აქტუალურად ჩართული ყველა იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერს აშკარად ვეწინააღმდეგებით ამ ხელისუფლებას მათ მიერ ჩადენილ იმ კრიმინალურ ქმედებებში, რასაც ისინი ყოველდღე ჩადიან. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ორგანიზაციაზე საერთოდ ხორციელდება თვალთვალი, კონტროლი, რა დროს მივდივართ, რა დროს მოვდივართ. სწორედ ეს აიყო ერთ-ერთი შემთხვევა, ასეთი შემთხვევები ჩვენ არაერთი ქონია და გასულზე მოხდა ის ფაქტი, რომ მობილიზებულად ხელისუფლების მიერ წახალისებულმა კრიმინალებმა, რომლებიც მანამდე ჰქონდათ ანალოგიური ქმედება ჩადენილი, მაგრამ დააწინაურეს და დანიშნეს სამსახურებში, დღესაც რა თქმა უნდა გაეკეთებინათ და დავალება შეასრულეს, თავს დაესწრნენ ჩვენ ერთ-ერთ წევრს, მაგრამ ვეუბნებით, რომ ძალიან მალე დამთავრდება ყველაფერი. ყველა წარდგება სასამართლოსა და კანონის წინაშე და ჩვენ ეს პირიქით გვაძლევს ძალას, ენერგიას და რაც მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ყველაფერი დროზე ადრე დამთავრდეს და სახელმწიფომ დაიბრუნოს ის სახე, რაც მას ჰქონდა.